ნახე ვიდეო, სადაც პედი პიმბლეტის ჩხუბს უყურებდი. და იმ ვიდეოში ჩანდა, რომ მის წინააღმდეგ იყავი განწყობილი. რას გრძნობდი, როცა ხედავდი, როგორ სცემდნენ? ყოველი მომენტით ტკბებოდი. როცა გეიჯი მას უთხრობდა. ასე ძალიან გეზიზღება? ის ზუკნა. ის საერთოდ არ იმსახურებდა იქ ყოფნას. აი რატომ გამიხარდა? ეხლა მაინც დაინახავს უეში თუ რა ნაგავია. იქ ყოფნის ღირსი არასდროს ყოფილა. კლიენტობაში რა სიტყვია ბრძოლაზე? სიმართლე გითხრა, ორივეს ერთ საღამოს ვცემდი. თუნდაც ორივე ერთად ყოფილიყო, მე კი მარტო. ერთ ღამეში ვცემდი ორივეს. ერთ პენსიონერს და ერთ გამოუცდელ ბავშვს. რატომ ფიქრობ ესე? გადაინახე. გეიჯი კი კარგია, მაგრამ მეორე რაუნდიდან დაიღალა. პედი დააგდო, მაგრამ ვერ დაასრულა, რადგან პირველ რაუნდშივე დაიღალა. პედი პიმბლეტს MMA-ში საერთოდ არანაირი ტექნიკა არ გააჩნია. უბრალოდ ნიკაპი აქვს და მორჩა. და მის ტექნიკაზე რა აზრის ხარ? სიმართლე გითხრა, პედის ტექნიკა საერთოდ არ აქვს. მე მგონია, რომ მისი ცემა ყველას შეუძლია. მაგალითად მებრძოლები, რომლებიც თავისი ფორმის პიკში არიან, ტოპ 15-დან ნებისმიერი კარგი მებრძოლი. მაიკლ ჩენდლერის გარდა, რადგან UFC-მ ისიც პედის მსგავსად შეტენა ტოპში. სინამდვილეში კი პედის ყველა მოუგებს. ფიზიევი, სენდენი, მე, ოლივეირა, ჰოლოვეი, ყველას შეუძლია მისი ცემა. დენ ჰუკერიც მოუგებს 100%. ედი და ჯასტინი გასაგებია. ილიაზე რა სიტყვი? ალბათ ილიაც უყურებდა ამას და იგივეს ფიქრობდა. ეს ორი მაგიდის ქვეშაა. ილია კიდე მაგიდაზე. ძალიან დიდი სხვაობაა. გეიჯის თოფურიას წინააღმდეგ დაყენებას აზრი საერთოდ არ აქვს. ეს უბრალოდ დროის პლანგვაა. ჩემი დროის. შენი აზრით, გეიჯის სიმტკიცის გათვალისწინებით, არ გგონია, რომ მას შეუძლია მისი დაჭერა, მისი გატეხვა? არა, რანაირად. გეიჯი მჭიდაობა არ იცის. ჭიდაობა რომ იცოდეს, კიდევ შეიძლება. რევის დროს კი ხელებს დაბლასწევს, ჯებს ისვრის და დაცვას ხსნის აპერკოტის დასარტყმელად და ზუსტად იმ მომენტში ილია მოახვედრებს ოვერჰუქს და ეგრევე გათიშავს. გეიჯის ნიკაპი აღარ უარგა. პედიც კი მსუბუქად შეეხო და მაშინვე ფეხები აუკანკალდა, ბარბაცებდა. რამემ მაინც თუ მოახდინა შთაბეჭდილება. იმან მოახდინა, რომ პედი 15-ჯერ დაეცა. ეს სიგიჟია. ამ ჩხუბის შემდეგ 5-6 წელი უნდა დაისვენოს. 15-ჯერ დააგდეს. რაც ტვინისთვის ძალიან ცუდია. სულელი ისედაც იყო. ამ ჩხუბის შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გაგიჟდება. მისი წაგებით იმით გაცხრუებული ხო არ ხარ? იმიტომ რომ მოეგო, მასთან დაპირისპირება შეგეძლო. არა, რა თქმა უნდა. ვისურვებდი UFC-მ საერთოდ გააგდოს. ის ძალიან სუსტია. მართლა ასე ფიქრობ? ძმაო, ის ძალიან ცუდია. თოფურიაზე ვერ ვიტყვი, რომ ცუდია. თოფურია კარგი მებრძოლია, ისლამი კარგი მებრძოლია, ოლივეირა კარგი მებრძოლია, ჰოლოვეი კარგი მებრძოლია, ორიე კარგი მებრძოლია. პედი კიდე ნაგავი და უვარგისი მებრძოლია. არა იმიტომ რომ არ მომწონს. უბრალოდ მართლა ასეა. პედი რომ მომწენ, ჩხუბის დროს გადავწყვეტ დავანოკაუტო თუ გავგუდო, როგორც ჰუკერთან. ხომ არ ფიქრობ, რომ პედი ზედმეტად თავდაჯერებული იყო? ის ზედმეტად თავდაჯერებული იყო, რადგან მოუგოს სუსტ მებრძოლებს, როგორებიც არიან ჩენდლერი, ბობი გრინი, ფერგიუსონი. ტონი ფერგიუსონი პედისთან ჩხუბის დროს უკვე პრაიმში აღარ იყო. 5-6 წლის წინანდელი ტონი მას შანსს არ დაუტოვებდა.